ნარცისიზმი ზოგადად რას ნიშნავს? თვითონ მითიც გვეუბნება ამის შესახებ, რომ ეს არის ყველაზე კარგი განმარტებით, ალბათ, მარტივი განმარტებით, ეს არის ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია სიყვარული. იმიტომ რომ მთელი ის ლიბიდინარული, ან სასიყვარულო ენერგია, რომელიც მან სხვაში უნდა ჩადოს, მიემართება საკუთარი თავისკენ. ნარცისმა მდინარეში ჩაიხედა და საკუთარი ანარეკლი შეუყვარდა. რეალურად აქ პარადოქსული სიტუაცია რა არის, რომ საკუთარი თავი არ შეყვარებია, რეალურად ანარეკლი შეუყვარდა. და საბოლოოდ გარდაიცვალა, იმიტომ რომ საკუთარი ანარეკლი და საკუთარი თავი ბოლომდე ვერ დაუკმაყოფილებდა იმ სასიყვარულო უნარებს, რაც საჭიროებებს, რაც ნარცისს აქვს. ამიტომაც ნარცისის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ არ შეუძლია მაგალითად სხვისი გათვალისწინება, სხვისი სიყვარული, სხვისი ავთენტური მიღება და ამიტომაც მთელი ეს ენერგია საკუთარი თავისკენ მიემართება. ნარცისის ახლავს მე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ კანონდარღვევაც ხშირად არის მაგალითად ნარცისებში და არ გულისხმობ ამ სიტყვის მხოლოდ ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის გაგებით. ჩვენ სხვა ადამიანებს პატივს რატო ვცემთ, მაგალითად ან კრიმინალს რატო არ ჩავდივართ? იმიტომ ხო არა, რომ რაღაცა კონსტიტუციის რომელიღაცა მუხლის, რომელიღაცა ქვეთქვიზე პირად ვიცით, რომ შინაგანი მორალი გვაქვს. შინაგანი მორალი გულისხმობს მაგალითად სხვა ადამიანის ემპათიას, სხვა ადამიანის გაგებას, სხვა ადამიანის თანაგანცდას. ეს ყველაფერი ნარცისს ან საერთოდ არ აქვს, ან ძალიან ნაკლებ დონეზე აქვს და ამიტომაც საკუთარი თავით არის მოცული, მაგრამ ნარცისის პარადოქსი და ტრაგედიაც ის არის, რომ ერთი მხრივ ნარცისს სჭირდება სხვა ადამიანები, რომ აირეკლოს საკუთარი თავი. იმიტომ რომ სხვა ადამიანის გარეშე თვითონ არ არსებობს და მეორე მხრივ სხვა ადამიანთან ავთენტური კავშირის დამყარების საშუალება არ მაქვს.